მოგესალმებით მეგობრებო, მე კოტე ვარ, დღეს ვისაუბრებთ მოტივაციაზე, წონაში კლების მოტივაციაზე და ხშირად ადამიანები ამბობენ, რომ აი მოტივაცია არ მაქვს და მინდა რომ უჭამო. მაშინაც კი როცა ძალიან კარგად იციან, რამდენად მნიშვნელოვანია წონაში კლება. ძალიან უნდათ ისე სათქმელად, მაგრამ შინაგანად ამბობენ, რომ იმდენად არ მაქვს მოტივაცია, რომ მინდა რომ ჭამო და აი უბრალოდ ჭამა მინდა და იმიტომ ჭამ, თორე განა არ ვიცი, რომ მაგალითად დიეტა ასაჭირო, განა არ ვიცი, რომ ჩემი თავის კონტროლია საჭირო. და ამას რა ქვია, რა პრობლემაა ეს? ამას ქვია დაბალი შინაგანი მოტივაცია, დაბალი ინტრინსიკული მოტივაცია, ანუ შინაგანი მოტივაცია, როცა აქვს დაბალი ადამიანს, ზოგჯერ უწყობს თვით საბოტაჟს ადამიანი თავის თავს და ემოციურად ჭამს და თან ფიქრობს, რომ არა მე არ მინდა ეს წონაში კლება, რომ მინდოდეს ხო ამას არ გავაკეთებდი, მე მინდა ჭამა და ამიტომ შევჭამ. და ეხლა ეს რატოა პრობლემა და როგორ ვუშველოთ? პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ შესაძლებელია მისი შველა. მეორე რიგში უნდა ვთქვათ, რომ როცა მოტივაცია, ეს ხშირად ემართებათ ადამიანებს, როცა მოტივაცია არის გარეგანი. გარეგანი მოტივაცია რას ქვია, რას ნიშნავს, რომ თუ ვთქვათ, შენ დაანთე მეზობლის სახლში ანთია ბუხარი და შეხვედი და გათბი, შეხვალ შენ სახლში და თუ არ ანთია ბუხარი, მალევე შეგცივდება, ხო? აი ზუსტად ასეა გარეგანი მოტივაცია. თუ მაგალითად შენ წონაში იკლებ, იმიტომ რომ ამბობენ, რომ წონაში კლება კარგია, ან ვინაიდან ეხა მოდაშია, რომ ადამიანი იყოს გამხდარი, ან უბრალოდ შენი ტოლები ან არატოლები თუნდაც და ესე მიიჩნევა, რომ სილამაზის სტანდარტად მიიჩნევა სიგამხდრე. ეს მოტივაცია იარსებებს, ოღონდ ეს არის გარეგნული მოტივაცია, ეს არ არის შინაგანი მოტივაცია და ეგ მოტივაცია არ გაგრძელდება და შეიძლება დაიკლო 5 კილო და თავს ზუსტად ისე გრძნობდე, როგორც 5 კილოთი მეტი იყავი ან 10 კილოთი და შენმა თავმა საბოტაჟი მოგიწყოს. იყო უკმაყოფილო და არაფერში არ დაგეხმაროს ეს. თუნდაც ის წონაში დაკლება. მეორეს მხრივ, როცა აი ვარჯიში გინდა, ვერ ვარჯიშებ, იმიტომ რომ არ გაქვს ეს შინაგანი მოტივაცია. მაგალითად თუ კი არ ხარ კმაყოფილი თუნდაც ჯანსაღი საკვების გაკეთებით, როცა ჯანსაღი საკვების გაკეთების დრო მოვა, დააძალებ შენ თავს და არ გექნება ეს მოტივაცია, რომ ჯანსაღი საკვები გააკეთო. ანუ ამ დროს მთავარია, ყველაზე მთავარი მომენტია, რომ გამოვიმუშაოთ შინაგანი მოტივაცია. შინაგანი მოტივაციის გამომუშავება შესაძლებელია და რას ნიშნავს შინაგანი მოტივაციის გამომუშავება? ყველაზე მთავარი ამ დროს არის, რომ შენი აი ეს წონაში კლება ამ შემთხვევაში, ან ნებისმიერ რამე არ აქვს მნიშვნელობა, მარტო წონაში კლებაზე არ არის. უნდა დაუკავშირო შენს შინაგან ღირებულებებს. მაგალითად, მე ვარჯიშობ, იმიტომ კი არა რომ ვთქვათ, უნდა ვივარჯიშო. მე ვარჯიშობ, იმიტომ რომ უფრო ენერგიულად ვიგრძნო თავი და სტრესი შემიმცირდეს. ანუ შენს მთავარ ღირებულებებს უნდა დაუკავშირო. ამ შემთხვევაში თუ ენერგიულობას გაძლევს ვარჯიში და სტრესს გიმცირებს და ამცირებს, ობიექტურად ამცირებს, დადგენილია ბევრი კვლევით, რომ სტრესს ამცირებს და უფრო ენერგიულად გრძნობ თავს ვარჯიშის შემდეგ. ამიტომ ეს არის შინაგანი მოტივაცია. თუ კი შენ ვარჯიშს დაუკავშირებ, არა თქვათ იმას, რომ ვარჯიშმა შეიძლება დაწვას 200 კალორია, არამედ იმას, რომ შენ ენერგიულად გრძნობ ვარჯიშის შემდეგ თავს, უფრო მეტი მოტივაცია გექნება ვარჯიშისთვის.
ასევე ყოველ კომპონენტზე უნდა გააკეთო ესე. მეორეს მხრივ თუ კი დაუკავშირებ შენ რასაც აკეთებ, ამ შემთხვევაში წონაში კლებას, ავტონომიას, ანუ ის რომ შენ გაქვს კონტროლი მოვლენებზე. არა ის რომ შენ ხარ მსხვერპლი გარემოებების, არა ის რომ შენ არ ხარ მთავარი მოთამაშე, მაგალითად, როცა დიეტას გინიშნავენ და დიეტაში არის ჩამორაკრაკებული მაგალითად რომ ეს ჭამე, მაგრამ მე საერთოდ არ მიყვარს მე ეს საჭმელი და რომ მეუბნებიან რომ მაგალითად ჭამე კომბოსტოს სალათი და ვერ იტან კომბოსტოს, ხო? თავს გრძნობ მსხვერპლად და არა იმათ, ვინც აკონტროლებს. შესაბამისად, ყოველთვის უნდა ეცადო მაგ დროს, რომ მოაწყო ისე თუნდაც დიეტა, თუნდაც სახლი, თუნდაც ვარჯიში, თუნდაც დღის რეჟიმი, რომ შენ იყო კონტროლში, ანუ შენ აკონტროლებდე, შენ იყო თავი, შენ იყო მთავარი. თუნდაც იგივე შენ შეგიძლია რომ დაждდე მოძებნო ჯანსაღი ამოარჩიო იქიდან შენი ფავორიტები რომელია და იმით დააკომპლექტო შენი დღის რაციონი. და გექნება გრძნობა ავტონომიის, როცა ავტონომიის გრძნობა გაქვს, მეტი мотивация გაქვს, იმიტომ რომ შენ მართავ. ახლა გავაგრძელოთ როგორ განვავითაროთ შინაგანი мотивация. პირველ რიგში უნდა იპოვო პიროვნული მიზეზები. პიროვნული მიზეზები რას ნიშნავს? რომ ამბობს რომ ჩემს ღირებულებას დაუკავშირო თუნდაც წონაში კლება. უნდა ვიპოვო ჩემი ღირებულებები რა არის და მე რომელი მოერგება წონაში კლებას. მაგალითად, შეიძლება აი შვილები ყავთ და შენ ამბობ რომ მე მინდა წონაში დავიკლო, იმიტომ რომ ჩემს შვილებს ვეთამაშო. ენერგიული დედა ყავდეთ ან ენერგიული მამა ყავდეთ. მე მინდა რომ წონაში დავიკლო, იმიტომ რომ შევძლო რომ ჩემს შვილიშვილებთან ერთად ვისეირნო მაგალითად. თუ შვილიშვილები ყავთ, ან შეიძლება საერთოდაც მე მინდა რომ წონაში დავიკლო, იმიტომ რომ მე რაც მინდა ის ჩავიცვა და მე მინდა ჩემი ტანსაცმელი გამომხატავდეს მე, ჩემ თავს გამოხატავდეს და იმისთვის რომ მე ჩემი თავის საუკეთესოდ გამოვხატო, მე ისეთ ფორმაში უნდა ვიყო, რომ ჩავიცვა ის ტანსაცმელი, რომელიც მე მინდა. ან მე მინდა წონაში დავიკლო, იმიტომ რომ ვიმოგზაურო და მქონდეს ენერგია რომ ვიმოგზაურო და ჩემთვის ეს პრობლემა არ იყო. ან მე მინდა წონაში დავიკლო, იმიტომ რომ მე მინდა მოდელი ვიყო ჩემი შვილებისთვის ან ჩემი შვილიშვილებისთვის, რომ რთული საქმეებიც კი, რთული საკითხების მოგვარებაც კი შესაძლებელია ნებისყოფით და ძალისხმევით და მე მინდა რომ ეს მაგალითი მივცე ჩემს შვილებს და აქვე ჩემს პერსონალურ იმასაც ვიტყვი, აი ერთ-ერთი ბოლოს მქონდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოცდა მედიცინაში და სამწუხაროდ არ მქონდა იმდენი დრო, რომ თქვათ ისე მომზადებულიყავი სათანადოდ, მაგრამ სულ მუდმივად მქონდა ის ფიქრი, რომ მაგალითად აი ჩემს შვილებს რა მაგალითი უნდა მივცე, რომ თქვათ ეს ერთ-ერთი რთული გამოცდა იყო, რომ აი ეს რთული გამოცდა თუ ვერ ჩავაბარე მე, ხო? ან ჩემს შვილებს რა მაგალითს მივცემ და თუ ამ გამოცდას ჩავაბარებ, ჩემი შვილებისთვის ხო იქნება მაგალითი, რომ შეიძლება ანუ იმუშაო დღე და ღამე თან მუშაობდე და თან ურთულესი გამოცდა ჩააბარო. ხო? ანუ ეს ფიქრი მქონდა სინამდვილე ყველაზე ძლიერ мотивაციას მაგალითად მაძლევდა ეგ ფიქრი. იმიტომ რომ ჩემ შინაგან мотивაციას დაუკავშირე, ჩემს მთავარ ღირებულებას დაუკავშირე, ამ შემთხვევაში რომ ჩემი შვილებისთვის ყოფილიყავი მოდელი, როლ მოდელი ყოფილიყავი და გამეკეთებინა ეს. და ან წონაში კლებაზეც ესე შესაძლებელია, რომ ანუ აი თუნდაც ის რომ ნახონ ჩემმა შვილებმა რომ შესაძლებელია რომ თქვათ
ისა 16-17 წლის ასაკში და მეტიც, თუნდაც 50 ის ვიყო, შესაძლებელია რომ იყო ფორმაში ადამიანი, შესაძლებელია რომ ჯანსაღად იცხოვრო, რამდენადაც შენზეა დამოკიდებული, რა თქმა უნდა. ხო, ანუ შენ ყოველთვის შეგიძლია რომ დაუკავშირო შენს პირადულს და პიროვნულს დაუკავშირო აი ის, იმიტომ რომ ყოველთვის არის ის საერთო. შეიძლება ზოგი ადამიანი ამბობს რომ აი მაგალითად როცა წონში კლება მე მინდა იმისთვის რომ მე ჩემი ტვინი უკეთესად მუშაობდეს, ფოკუსირება მოვახდინო უკეთესად, იმიტომ რომ შემცირდეს სტრესი მაგალითად, ანუ ყოველთვის პირადულს დაუკავშირდეთ. ეგ არის მთავარი გზავნილი, მოკლედ იმისთვის რომ შინაგანი მოტივაცია განგივითარდეს. მეორე მთავარი რაც შეიძლება რომ შინაგანი მოტივაცია განავითაროს, არის წარმოიდგინე ცხოვრება მის მერე. აი მაგალითად წარმოიდგინე ცხოვრება რომ წონაში დაიკლებ. წარმოიდგინე რის გაკეთებას შეძლებ, როგორ იმოქმედებს შენს თავდაჯერებაზე, როგორ იმოქმედებს შენს კარგად ყოფნაზე, თუნდაც შენს ჯანმრთელობაზე, შენს სახსრებზე, რომ კარგად იმოქმედებს, უფრო მეტი ენერგია გექნება, რომ დღის განმავლობაში მეტი რამის გაკეთებას შეძლებ, რომ შენი გული და ფილტვები უფრო ჯანმრთელი იქნება და დაგემორჩილება, რომ ქოშინი არ დაგეწყება მაგალითად 50 მეტრის გავლის შემდეგ, რომ დილით რო გაიღვიძებ ენერგიული იქნები და შეიძლება იმოგზაურო სადაც გინდა, ან დღის განმავლობაში უფრო მეტი რამე მოასწრო და ან თუნდაც საყიდლებზე უკეთესად იარო, რაც გინდა ის იყიდო და ჩაიცვა და სიამოვნება მიიღო ამისგან. და არა მარტო ან თვით შეგრძნება გაგიუმჯობესდეს, ან წარმოიდგინე ცხოვრება ამ მიზნის მიღწევის მერე და ეს დაგეხმარება გქონდეს შინაგანი მოტივაცია. ჩემთვის მაგალითად აი ეს ენერგია, ძალა, რომელიც ვარჯიშს მოაქვს, ძალიან დიდი შინაგანი მოტივაციაა ხოლმე და კონტრასტი მერე რომ მე შეიძლება ჩემ თავს ამ შემთხვევაში მოდი არ ვიტყვი სხვაზე, ჩემ თავზე ვიტყვი რომ მე ხომ ვიყავი მაგალითად 5 წლის წინ ვიყავი 5 წლით უფრო ახალგაზრდა, მაგრამ არ ვარჯიშობდი და ეხლა 5 წლით უფრო ასაკიანი ვარ, მაგრამ ვარჯიშობ და მე ვამჩნევ რომ ჩემს წარსულ მესთან შედარებით ეხლა რამდენჯერმე შეიძლება არა, მაგრამ თქვათ 60%-ით უფრო ძლიერი ვარ. 60%-ით უფრო მეტი ენერგია მაქვს, მეტი რამის გაკეთება შემიძლია, მეტი სიარული შემიძლია, რომ მაგალითად რომ მაშინ იმ გზაზე, რაზეც დავიღლებოდი, დღეს შემიძლია რომ თითქმის მთელი დღე ვიარო ისე რომ არ დავიღალო და ასე. ანუ და ეს შეგიძლია წარმოიდგინო რომ ანუ ეს ვარჯიში, წონაში კლება მოგცემს ამას და რამდენად დიდი რაღაცაა შენთვის. ასევე იფიქრე ჯანმრთელობაზე და მათ შორის ემოციურ ჯანმრთელობაზე, არა მარტო ფიზიკურზე, არამედ ემოციურ ჯანმრთელობაზე. თუ გავითვალისწინებთ რომ მაგალითად ჭარბი წონა და სიმსუქნე რამდენიმე ათეული სიმსივნის რისკს ზრდის და გულშის ხსავრთა დაავადებების რისკს ზრდის და ფილტვების დაავადების რისკს ზრდის და სახსრების დაავადების რისკს და დიაბეტის და უამრავი დაავადების რისკს ზრდის, მათ შორის ინსულტის, ინფარქტის, ქოლესტერინის, ღვიძლის დაავადების. გამოსავალი არის რომ იფიქრო ამაზე, რამდენად მნიშვნელოვანია რომ ამ დაავადების რისკები შეამცირო. შენი ორგანიზმის კარგად ყოფნისთვის მნიშვნელოვანია. სტრესს ამცირებს მნიშვნელოვნად ვარჯიში, მაგალითად თუ კი შენ ყოველდღე ვარჯიშებ, სტრესი მნიშვნელოვნად შეგიმცირდება და უამრავი კვლევით არის დადასტურებული ეს. ანუ ეს არ არის ჰაერზე ნათქვამი და ესეც შეიძლება იყოს ძლიერი ემოციური მოტივატორი და შინაგანი მოტივატორი ჯანმრთელობაზე სრული წარმოდგენა და სრული წარმოდგენა ასევე
იმ სარგებელზე, რასაც მიიღებ ემოციურადაც და ფიზიკურადაც. და მეოთხე, რაც შეიძლება იყოს, ეს არის დაიდენტიფიცირე შენი ბარიერები და შიშები, რა გიშლის ხელს და რა არის რა მნიშვნელოვანი ბარიერები გექნება, რა მნიშვნელოვანი პრობლემები გექნება, რა პრობლემები იქნება რისი არიდებაც თავიდან შეიძლება ჭარბი-წონით. ეს შეიძლება იყოს იგივე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორც ვთქვი, მაგალითად, უამრავი სიმსივნის რისკს ზრდის მნიშვნელოვნად და რატო? გასაგებია, რომ ადამიანს შეიძლება ისეც დაემართოს სიმსივნე, რომ არაფერს არ აშავებდეს და ჩვეულებრივად და კარგად ცხოვრობდეს და ჯანსაღად ცხოვრობდეს და მაინც დაემართოს სიმსივნე. შესაძლებელია, მაგრამ თუ კი შეგიძლია, რომ ეს რისკი შეამცირო, რატო არ უნდა შეამცირო ეს რისკი, ხო? მეორეს მხრივ თუ შეიძლება რომ ბარიერი იყოს ემოციური ბარიერები, თუნდაც ადამიანი შენ თავის საუკეთესო ვერსია, რატომ არ უნდა იყო, რატომ არ უნდა ის თავდაჯერება სადმე რომ მიდიხარ, რატო არ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ შენ თავის საუკეთესო ვერსია არ ხარ. ესეც ბარიერია, რაზეც შეგიძლია იფიქრო და აიცილო ეს ბარიერი. ეს ხომ აცილებადია, იგივე ჯანმრთელობის რისკების მოცილება ხო შეუძლია წონაში კლებას, ხომ შეუძლია შენ თავდაჯერების მიცემა და შენ თავის საუკეთესო ვერსია რო იყო. ჩვენ მაგალითად ვკითხულობთ, რატომ სწავლობთ, რატომ ვითარდებით, რატომ თუნდაც ფულს შოულობთ, რატომ ვისაც რა შეგვიძლია არ ვამბობ, რომ თქვათ თვითმიზანი ამ ფული უნდა იყოს და ან სწავლა უნდა იყოს და ყველა თვითმიზანი ვართ ჩვენ ყოველთვის, ან ჩვენ ვართ მთავარი, ან ჩვენ ვართ მიზანი და არა საშუალება. ადამიანი არის მთავარი მიზანი, შენ ხარ მთავარი მიზანი, შენ ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ შენ თავის საუკეთესო ვერსია იყო. შენ იყო უკეთესი ვერსია, ვიდრე იყავი გუშინ. ეს არის ყველაზე მთავარი და აი ამ გზაზე თუ კი წონაში კლება ხელის შემშლელია, რატომ არ უნდა გამოასწორო? რა არის მანდ ისეთი, რომ მისი გამოსწორება არ მოხდეს. და მეხუთე, რაც შესაძლებელია გააკეთო იმის, რომ შინაგანი მოტივაცია განგივითარდეს, არის რომ აწარმოო ჟურნალი. აწარმოო ჟურნალი, სადაც ელაპარაკები შენ თავს, რა მხდის მე ბედნიერად, რა არის ჩემთვის ისეთი, რაც ცხოვრებაში მოტივაციას მაძლევს. გამოკვეთე ესეთი კომპონენტები, გამოკვეთე ის რისთვისაც გიბრძოლია, ის რაც მიგიღწევია, ის რაც არ მიგიღწევია და შენთვის არ არის მნიშვნელოვანი, ის როგორ გრძნობ თავს, როცა მაგალითად ამაზე ფიქრობ. რა ხდის ბედნიერს ცხოვრებაში, რა ხდის მოტივირებულს ცხოვრებაში და შემდეგ ეცადე, რომ ეს ძირითადი ღირებულებები, რასაც გამოკვეთ, დაუკავშირო, რამდენად იმოქმედებს წონაში კლება ამ ყველაფერზე გავლენას, ამ პირიქით წონაში კლება რამდენად მოქმედებს მათზე ურთიერთზე, მოკლედ დაუკავშირე ერთმანეთს. აი ესენია ძირითადად რითი შესაძლებელია შინაგანი მოტივაციის განვითარება, ანუ პირველი არის, რომ დაიდენტიფიცირო მთავარი შენი მიზანი, რატომ გინდა რომ ეს გააკეთო. მეორე არის, რომ წარმოიდგინე ცხოვრება მიზნის მიღწევის შემდეგ, ანუ რას მიიღებ წონაში კლებით და მესამე არის, რომ იპოვე ის, რაც შენ ემოციურ მოტივაციას გაძლევს ცხოვრებაში. შემდეგი არის, რომ დაიდენტიფიცირე ბარიერები და შიშები და პრობლემები, ის რაც შეიძლება შექმნას ჭარბმაწონამ და პირიქით რა მნიშვნელოვანი ბარიერები შეიძლება შეგიქმნას და რისი თავიდან აცილება შეგიძლია და მეხუთე არის, რომ აწარმოე ჟურნალი, შენი ემოციების ჟურნალი, სადაც ჩაწერ რა ხდის ბედნიერს, რა არის შენთვის ცხოვრებაში მთავარი, რა გამოტივირებს ცხოვრებაში, რისთვის დგახარ როგორც ადამიანი და რისთვის იხწვი როგორც ადამიანი და შემდეგ დაუკავშირე წონაში კლება რა კუთხით იმოქმედებს ამაზე. აი ეს არის, რისი თქმაც მინდოდა. აი ჩემი მაგალითად პერსონალური გამოცდილება რომ თქვა,
მოტივაცია, შინაგანი მოტივაცია ერთი ნაწილია მხოლოდ ჩემთვის და არ მგონია მარტო ჩემთვის და მეორე დიდი ნაწილი არის ასევე ჩვევა და შინაგანი მოტივაცია არის როგორც სტარტერი, როგორც დამწყები, როგორც ენერგიის გამოფრქვევა და ეს ენერგია გაძლევს საშუალებას, რომ დაიწყო რაღაც ქცევა და ამ ქცევას თუ შენ ყოველდღე გააკეთებ და რუტინად აქცევ, შემდეგ უკვე ჩვევით ძალიან ადვილი შესანარჩუნებელია, როცა დაგჭირდება, შენ ყოველთვის შეგიძლია წაახმარო შინაგანი მოტივაცია, მაგრამ დროის 70-80% შემთხვევაში უკვე ჩვევა გააკეთებს მაგ ყველაფერს, როგორც მაგალითად აი საწოლიდან რომ დგები, შეიძლება სულ არ გინდა საწოლიდან ადგომა, მაგრამ მაინც დგები, ან თქვათ კბილებს იხეხავ, სახეს იბან და ასე ხო, ანუ ყოველჯერზე შინაგანი მოტივაცია კი არ, შინაგანი მოტივაცია ზოგჯერ გაძლევს საწოლიდან ადგომის საშუალებას, როცა მართლა ძალიან არ გინდა ადგე, მაგრამ დროის 80% შემთხვევაში გაძლევს ჩვევა გაქვს რომ ადგე, ჩვევა გაქვს რომ პირი დაიბანო, თუმცა ზოგჯერ არის, როცა შინაგანი მოტივაცია გჭირდება იმისთვის, რომ თუნდაც ის რომ შენ თავს უნდა უთხრა, რომ მე ცუდად ვიქნები, ახლა თუ პირს არ დავიბან, ცუდად ვიგრძნობ თავს მთელი დღე და ეს მოგცემს შინაგან მოტივაციას, რომ პირი დაიბანო, მაგრამ უმეტესად ჩვევა გაკეთებინებს ამას და ასევეა რომ თუ კი შენ განივითარებ არა მარტო შინაგან მოტივაციას წონაში კლებაზე, არამედ ჩვევებს, რომელიც დაგეხმარება წონაში კლებაში, ეგ არის დიდი საქმე და ეგ არის უზარმაზარი საქმე. აი ეს იყო რისი თქმა წმინდო და მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.